ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა თბილისის დროით 20 საათზე გამოაქვეყნა. შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად ოლიგარქ ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში ან არის შტატების მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება, ანუ გაიყინება. გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14.024 განკარგულების საფუძველზე. ეს არის განკარგულება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის საზიანო ქმედებების საფასუხოდ. მას შეხვდებიან ისინი, ვინც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში. ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც. ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართული ოცნება კრემლის ინტერესების ხელშეწყობას ახორციელებს საქართველოში ევროატლანტიკური მიმართულების ჩაშლით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას. ამ ქმედების შედეგად ყველა ქონება, რომელიც აღნიშნულ პირს ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებში ან იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების პირების საკუთრებაში ან კონტროლში, დაბლოკილია და უნდა მოხდეს მისი ანგარიშგება ფინანსური აქტივების კონტროლის განყოფილებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ნაწილია. აღნიშნული პირი განისაზღვრა პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულების 14.024 საფუძველზე, რომელიც პასუხისმგებელია თანამონაწილე ან პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართული იყო ან შეეცადა ჩართულიყო ქმედებებსა თუ პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის სახელით ან მის სასარგებლოდ პირდაპირ ან ირიბად.